როგორი იქნება პოლიტიკური ველი საქართველოში, თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი გუნდის არჩევს დააკმაყოფილებს. პარტიების აკრძალვის შემთხვევაში მომავალ საარჩევნო მარათონს გამოეთიშება 3 პარტია და მეტიც. აკრძალვა გავრცელდება მემკვიდრე პარტიებსა და კონკრეტულ სუბიექტებზეც. ასეთია სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც სასამართლოში უკვე გაიგზავნა. პლენუმს კი გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვიანი ვადა აქვს. სარჩელს ეწინააღმდეგებიან ასაკრძალთა სიაში მოხვედრილები და აცხადებენ, რომ სამართლებრივი გზების გარდა პროტესტის სხვადასხვა ფორმას გამოიყენებენ. მმართველი გუნდი საკუთარ არგუმენტებში დარწმუნებულია და პროცესის შემდგომ რადიკალიზაციის შემცირებისა და ახალი ოპოზიციური აქტორების ფორმირების იმედი აქვს. დღეს სტუმართან ერთად ასევე ვისაუბრებთ ბუნდესტაგის პოზიციასა და წერილზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ოსალივანისგან მიიღო. აქტუალური თემის სტუმარია საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვორსტი. ბატონო გიორგი, საღამომშვიდობისა. გამარჯობა, მოგესალმებით. ბატონო გიორგი, თქვენი არგუმენტები, პოლიტიკური განცხადებები, რა კონკრეტული მტკიცებულებები გაქვთ საინტერესო არის, როდესაც საუბარი არის დასაბუთებულ სარჩელზე. ბუნებრივია, მხარეები ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ სადაო პოზიციებს აჟღერებენ. რასაკვირველია, პოლიტიკური პლატფორმიდან რო საუბრობ, სხვა თემაა, მაგრამ რეალობაში ნებისმიერი ექსპერტი დაგიდასტურებთ იმას, ანა ექსპერტიც არ ჭირდება ჩვეულებრივი ადამიანი, ვისაც არ აქვს პრეტენზია, რომ მაინც და მაინც ექსპერტად იყოს წოდებული, გადაშლის კანონს, ნახავს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონს, რომელიც არ შეცვლილა 1995 წლიდან იყო მცირედი ცვლილებები, მაგრამ რამოდენიმე პოსტულატი დარჩა ესეთი მყარად ფუნდამენტური, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიის არსს. რომ არ შეიძლება პოლიტიკური პარტია არსებობდეს, რომელიც მოუწოდებს და ქმედებებს, კონკრეტულ ქმედებებს ჩადის იმისათვის, რათა კონსტიტუციური წესწყობილება ძალის გამოყენებით შეცვალოს და პროცესი განავითაროს ისეთი, რომელიც გამოიწვევს დაპირისპირებას, გრევას, დაგარგავს ტერიტორიებს და მთელი ჩამონათვალია, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია. რასაკვირველია, თავიდანვე დამტკიცება როცა ხდება, ყრილობა, ეს ყველაფერი გაწერილია პროგრამის წესდების დამტკიცება, ეს თავიდანვე არ გამოჩნდება, მაგრამ იქ არის მინიშნებული, რომელიც იქმნება ამ მიზნით, ის ვერ შეიქმნება და რომელიც მოქმედებს შესაბამისად და საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია ეს არჩელი განიხილოს და მტკიცებულებების რაოდენობასთან დაკავშირებით მე მგონი საერთოდ კითხვაც არ უნდა დაისვას. იმდენი მტკიცებულება, იმდენი ფაქტობრივი მასალა, რაც ხდებოდა 2012 წლამდე. 2012 წლის შემდეგაც რაღაც მცირე პერიოდი იყო შესვენება, თორემ იქიდან მოყოლებული 2016 წლიდან მოყოლებული ინტენსიურად მიმდინარეობდა მცდელობა ამხობის, რევოლუციის მოწყობის, არაერთი ფიზიკური დაპირისპირება და არაერთი ტერორისტული აქტად შეიძლება ტერორისტული აქტი ყოველ შემთხვევაში სამართლებრივ ფორმულირებას არ ვამბობ, მაგრამ როდესაც იყენებ მომაკვდინებელ რესურსს, როგორც არის თქვა პიროტექნიკა, დამიზნებით ესვრი ადამიანს, ან მოლოტოვის კოქტეილს, წვავ, შენობებს წვავ, ამ შეჯახებების ინსპირირებას ახდენ, რასაკვირველია, ეს შეიძლება ჩაითვალოს ყველა პუნქტის დარღვევად, რომელიც არის ამ კანონში. ბატონ გიორგი, რა უნდა იყოს ამ სარჩელის კონკრეტული შედეგი გასაგები აქ სამ პარტიაზეა საუბარი და ამ სამი პარტიის აკრძალვა, თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ საინტერესო არის პოლიტიკური ნაწილი, რა შეიცვლება პოლიტიკურ ველზე თქვენი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავთ? პოლიტიკურ ველზე გვაქვს კოლექტიური დაწმუნდრეობა, რომელიც არსებობს დღეს de facto არა, მაგრამ de jure არსებობს. მაგრამ აბსოლუტურად არც ერთი ნიშანი არ აქვს პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური სუბიექტის. იმიტომ რომ ეს არის რევოლუციური კომიტეტი. ფაქტიურად, რომელმაც ჩაიდინა უშუალებელი რაოდენობის დანაშაულებები ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად. ეს ყველაზე მძიმე დანაშაულია. ამასთან დაკავშირებით ეს ადამიანები არსებობდნენ ამ სტატუსით, პოლიტიკური პარტიის სტატუსით და იარსებებენ ამ სტატუსის გარშემო. დაუპირისპირდებიან კანონს და რასაკვირველია, კანონი მოქმედებს შესაბამისად.
როგორც ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიაში მოქმედებს კანონი. ამერიკის შეერთებული შტატები ავიღოთ და გინდა ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები. ადამიანი, ვინც ტერორისტულ აქტს ჩადის, ის უნდა შესაბამისად უნდა იქნეს მისი პასუხისმგებლობა დაყენებული. ასე რომ სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს რეალობაა და ამ რეალობას ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი არ უარყოფს. და საქმე იმაშია, რომ არც თავად აღარ უარყოფენ ამას. თავად არ უარყოფენ იმას, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას, თქვათ, საპარლამენტო საქმიანობაში. იმ მიზეზით, რომ თითქოს და არჩევნები გაყალბდა, მაშინ როდესაც არანაირი მტკიცებულება არც თვითონ გააჩნია და არც ამის რეალობა არსებობს. ამდენიმე ათასი საერთაშორისო დამკვირვებელი ამბობს, რომ არ მომხდარა ესეთი და უთოს დასკვნაც საკითხული გაქვთ ამასთან დაკავშირებით. ამ რეალობას როცა უპირისპირდება კონკრეტული ჯგუფი, რასაკვირველია ამ ჯგუფმა შესაბამისი პასუხი უნდა ააგოს კანონის წინაშე. კარგი არაფერი არ არის ამაში. დაპირისპირება, რომელიც გვინდოდა ყოველთვის თავიდან აგვერიდებინა 2012 წლიდან მოყოლებული ცალკეულმა პირებმა იმ სადიზმისთვის, ცალკეული დანაშაულებებისთვის აგეს პასუხი, ზოგიერთი კიდევ სასჯელს იხდის, ზოგიერთი გაქცეულია. მაგრამ ეს სისტემური დანაშაულებრივი მართვის სისტემური ფორმა, რასაკვირველია, ეს ჩვენი მოგონილი არ არის, სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მაინც დავახცევდით თავს იმას, რომ ესეთი კონსტიტუციური ეს რესურსი გამოგვეყნებინა და ცალკეული ადამიანების სასჯელი საშუალებას მისცემდა გადაეფასებინათ ადამიანებს, რა ჩაიდინეს, როგორ დაუპირისპირდნენ საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას და ამის შემდეგ თუნდაც მწვავე ფორმით გაგრძელდებოდა ჩვენი დაპირისპირება და პოლემიკა, მაგრამ ეს პოლემიკა შეეხებოდა პროგრამას. ნებისმიერი მიმართულებით, სოფლის მეურნეობა, განათლება, სპორტი, რა ვიცი, ყველაფერი, ყველა საკითხთან დაკავშირებით არ მოხდა ესე. ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ისევ სადავეები უნდა აიღონ ხელთ და ეს ამ სადავეების აღება არა არჩევნებით, არამედ რევოლუციის გზით უნდა მოხდეს. რასაკვირველია, ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და არა მარტო ჩვენი ამომრჩევლის წინაშეც. იმათი ამომრჩევლის წინაშეც ვალდებულები ვართ და ზოგადად ისტორიის წინაშე ვალდებულები ვართ, რომ ვიმოქმედოთ შესაბამისად. გიორგი, სხვა მოცემულობა რომ ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ახალი და ლელო შემოსულიყო პარლამენტში. ასეთ შემთხვევაში სხვა მოცემულობა იქნებოდა უფრო მეტი რომ უთხრათ მაყურებელს. იცით რომ შემოსულიყო გულისხმობ, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ მიმართავდა მართველი გუნდი. ეცით რა რომ შემოსულიყო ეს რაღაცა უკვე ესეთი დაშვებას არ გულისხმობს კანონი. აი რომ გაკეთებულიყო ისე რომ აი ეს განცხადებული რევოლუციური ქმედებები არ ყოფილიყო კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაულებები. როდესაც არჩევლზეა ბატონო გიორგი საუბარი, აქ ხომ მხოლოდ თქვა ლეგიტიმაციის არცნობის საკითხი არ არის ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში. თუ გახარიას პარტიაზე ვლაპარაკობთ, აქ სხვა მოცემულობა გვაქვს ფაქტიურად. გახარიასთან დაკავშირებით განცხადებები გავაკეთეთ და ვიცით ჩვენ დამოკიდებულება ის ჩორჩანას საკითხი იქნება თუ გადადგომის საკითხი და აი ამ არეულობის ხელშეწყობა ეს ეხება ერთპიროვნებას ყოფილ პრემიერ-მინისტრს და პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციიდან ჩადენილ სავარაუდო ბატონო და აღარ გაავრცელეთ მთელ პარტიას. მთელი პარტიას არ ჩაუდენია ის რაც ისი აკრძალვაც წერია იმ კანონში, რომელიც ჯერ კიდევ 95 წლიდან. გიორგი გახარიას შესაძლებელია როგორც პოლიტიკური ასე სამართლებრივ ნაწილში დაეკისროს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. არ ვიცი მე პოლიტიკურ ნაწილში რა დაეკისრება, მაგრამ ფაქტია რომ შედეგი თუ იმჟელებთ, ფაქტია რომ დიდ ეჭვებს აჩენს. ჩემთვის აღარაფერი ეჭვებს არ აჩენს, მაგრამ არ შეიძლება ეს პრეზუმპცია დავარღვიოთ, ხო, რაღაცა დაადასტურება უნდა მოხდეს ამის. ჩემთვის პოლიტიკურად არანაირ ეჭვს არ აჩენს ის, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან გადადგომა და ამის წინა პერიოდში კიდევ არ შესრულება
ვალდებულებისა არის კონსპირაციული გეგმა, რომელიც იყო ნაგარნახები და კონკრეტულ ამოცანაზე იყო ორიენტირებული, რომ როგორმე საქართველოში მოხდარიყო ის, რასაც ქვია დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება და შესაბამისი შედეგები უნდა მოყოლოდა ამას. ხა პრემიერ-მინისტრის გადადგომა არის ძალიან დიდი სკანდალური ფაქტი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იგი კატეგორიულად მოითხოვდა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, ნიკანორ მელიასთვის, შემდეგ კატეგორიულად განაცხადა, რომ მიუხედავად დანაშაულისა, მისი დაკავება არ შეიძლება, ზუსტად ამას დაემთხვა სააკაშვილის განცხადებები, რომ იგი საქართველოში ჩამოდის და აი ამ რევოლუციურ პროცესს უნდა ჩაუდგეს სათავეში. და რომ ამაზე რო არ მოხდა დიდი როგორ იმას ელოდებოდნენ ეთყობა აღფრთოვანებას და მასობრივ გამოსვლებს სააკაშვილის მომხრეების ნაცმოძრაობის ზოგადად ეს არ მოხდა და ეს რო არ ჩამქრალიყო ეს მოხდი იგი გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან აბსოლუტურად მოულოდნელად და რეალურად იმ ვითარების შესანარჩუნებლად რომელიც თავიდანვე თვითონვე წარმოქმნა. აი შეიძლება მას დაუყენოთ, მაგრამ პარტიას, რომელიც შემოვიდა პარლამენტში და აგრძელებს მუშაობას როგორც პოლიტიკური სუბიექტი, მოგწონს თუ არ მოგწონს. მე არ მომწონს მაგალითად. არც მათი ხედვა, არც წარსული შეფასება, არც თანამედროვე შეფასება თანამედროვე ვითარების აი ხლა რაც გავიგონეთ თქვენთან სტუდიაში, რომ თითქოს თავის მებრძოლი ნაციონალურ მოძრაობასთან, ქართულ ოცნებასთან თითქოს რაღაც გარიგება არსებობს. აი ამ რეალობის ფონზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოში, რომელიც არის სეგმენტი, ბევრჯერ მithkoms და უნდა გავემეორო. აი ამ უბედურებისა, რაც სოფლიოში ტრიალებს, რასაკვირველია, აი ამ ვითარებას აბსოლუტურად სხვა შეფასებები ჭირდება. მე არ ვამბობ, რომ ზუსტად ერთნაირი შეფასება უნდა გქონდეს. მაგრამ ფაქტია, რომ ესენი პოლიტიკურ მუშაობას ეწევიან, როგორც პოლიტიკური პარტია უნდა ეწეოდეს მუშაობას, თუმცა იმ მინუსებით, ჩვენი აზრით და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, რომელზეც თვითონვე ღიად ლაპარაკობენ. თუმცა ბატონო გია, სარჩელი მართლგუნდზე ადრეს შეიტანა და სამართლებრივ დავას აპირებს ლელო. და მაინტერესებს აი გახარიების მსგავსად მეტი კონკრეტიკა რომ მოვისმინოთ თქვენგან ლელოს წარმომადგენლებს რომ არ ჩაეხსნათ სია და სადეპუტატო მანდატებზე არ ეთქვათ თავის დროზე როცა თქვენს უარი შემოსულიყვნენ პარლამენტში დღეს იქნებოდა თუ არა ლელოც ასაკრძალ პარტიათა სიაში თუ შესაძლებელია თქვათ ეს აღმოჩენილიყო ერთგვარი იმუნიტეტი იმისთვის რომ იმუნიტეტი არა არავითარი იმუნიტეტზე ლაბა იმუნიტეტს განსაზღვრავს კანონი რასაკვირველია როდესაც ჩართული ხარ იმ პროცესებში რასაც ქვია საქართველოს მდგომარეობის უარესობისკენ შეცვლა მით უმეტეს კრევის პროცესის განვითარება რასაკვირველია პასუხი უნდა აგოს შესაბამისად იმ კანონის მიხედვით რომელიც მიღებული იყო ჯერ კიდევ მაშინ როცა ქართული ოცნება როგორც ასეთი არ არსებობდა აქედან გამომდინარე რასაკვირველია პარტია როდესაც თავის მოვალეობას ასრულებს და პარტიისთვის მახასიათებელი გააჩნია მექმედებები და ფორმა რასაკვირველია ეს პასუხს არ უნდა აგებდეს ამ კანონის მიხედვით შეიძლება სხვა თემაა როდესაც მათ პასუხი აგეს როდესაც აბსოლუტურად ქვეყნის დამაზიანებელი პოზიცია დაიკავეს, როდესაც მილიარდ ნახევარს ედავებოდნენ იმ გაფუჭებულ საქმეში, რომელიც დამართეს ქვეყანას მანაკლიის სპორტთან დაკავშირებით. იმ უშველებელ ტყვი, ბატონო? ამ შემთხვევაში საუბარია ხაზარაძე ჯაფარიძეზე. ხაზარაძე ჯაფარიძეზე და შესაძლებელია თუ არა მაშინ რომ გავრცელდეს თქვა კონკრეტულად კონკრეტულ სუბიექტებზე და არა სრულად პარტიაზე. ეცეთ რა არის პარტიასთან დაკავშირებით გითხარით რა პარტია არის ჩამოყალიბებული ასეთი როგორც ასეთი რევოლუციური კომიტეტი. ფაქტიურად მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოში თურმე არ არსებობს კანონი, არ არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება
და რასაკვირველია, ეს გზა, რომელიც მათ აირჩიეს, არის ზუსტად ანალოგი იმ გზისა, რომელიც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გააჩნია. ფაქტიურად ნაწილია კოლექტიური ნაცმოძრაობისა. თუ ნაცმოძრაობა აჭარბებს მათ აი ამ შეჯიბრში, ვინ უფრო რადიკალური იქნება, ვინ უფრო ხისტი იქნება, ვინ უფრო მეტ ზიანს მოუტანს საკუთარ ქვეყანას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წაგებულები ნაცმოძრაობასთან აი ამ ჭიდილში, ბოროტებაში წაგებულები, რასაკვირველია თავის თავს ვერ გაანთავისუფლებენ იმ პასუხისგებლობისაგან, რაც ქვეყნის წინაშე რა დანაშაულიც აქვთ. ეხლა ნახოთ, ამასთან დაკავშირებით მე კიდევ ერთხელ სასამართლოშია საქმე. ჩემი აზრი ესეთია, მორალურათაც პოლიტიკურათაც, სამართლებრივათაც ვფიქრობ, რომ გამართლება არ აქვს. ნახოთ სასამართლო რას გადაწყვეტს. ნახოთ ეს რაც შეეხებოდა შიდა პოლიტიკურ პროცესებს, რაც შეეხება გარე აქტორებს. ბატონო გიორგი, კონსტიტუციურ სარჩელს მოყვა საკმაოდ მწვავე გამოხმაურება ევრობიუროკრატებისგან. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში რეალურად რომ შევხედოთ, ოპოზიციური პარტიებიდან იკრძალება არჩევნებზე ბარიერგადალახული პირველი სამეული. არსებული შეფასების ფონზე როგორ ფიქრობთ, იზრდება თუ არა უვიზო რეჟიმის გადახედვის რისკი? და არსებული სარჩელი რამდენად ესადაგება ისიც რომ გითხრათ საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ნუ ჩვენ ძალიან ისე უნდა ვიყოთ, იცი, კაფიო პოზიცია, რა შევაფასოთ კაფიოთ რა მდგომარეობა გვაქვს, რა გვაქვს, მოცემულობა რა გვაქვს. არის მოცემულობა ერთი. რომ არსებობს გარკვეული გეგმა, გარკვეული სცენარი და გარკვეული გლობალური პროცესი, რომელიც დღეს სოფლიოში მიმდინარეობს და ეს დაკავშირებულია სისხლთან, ცხრემთან და ბევრჯერ გვითხოვს კიდევ რასთან არის დაკავშირებული, მილიონობით ადამიანი არის დაღუპული ან განადგურებული მთლიანად უკრაინის ომი მაქვს მხედველობაში. და არა მარტო უკრაინის ომი. აქ არის გლობალური ძალების დაპირისპირება ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით, ამ წიაღისეულის თემებთან დაკავშირებით, სანქციებთან დაკავშირებით არის გარკვეული პოზიციების სერიოზული ჭიდილი. მათ შორის დემოკრატიულ საზოგადოებაში, დასავლეთში, შიგნითაც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, რაღაც თემებთან დაკავშირებით ყველა ქვეყანას თავის ინტერესი გააჩნია. მაგრამ არის ერთი მთავარი, რომელიც ჩვენ საგანგებოდ გვეხება. ეს არის საქართველოსაგან მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა და ეს მოთხოვნა არ შეცვლილა. დღემდე ეს მოთხოვნა არის აქტუალური. სწორედ მაგიტომ არის მოსაყვანი მარიონეტული ხელისუფლება, რომ აი ამ მეორე თუ მესამე დღეს უკვე დაიწყოს საქართველოში ის პროცესი, რომელიც მოახდენს რუსეთის აგრესიის გადმონაწილებას საქართველოს მიმართულებით. ეს არის მოცემულობა. ამ მოცემულობის შიგნით არის პოზიცია ესეთი ჩამოყალიბებული, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ეს ვერ მოხდება. მე რომ საქართველოს ხელისუფლების პერიოდში, საქართველოს არსებული ხელისუფლების პერიოდში საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასებები. რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ, ხანდახან მერიდება კიდევაც, რომ ასე ხშირად ვახსენებ ამ თემას, მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საბოლოო დასკვნის გაკეთების დროს. უამრავი ადამიანი პოლიტიკურ ველზე, რომელმაც ერთი პოზიცია რომელიც უკავშირდებოდა ნაცმოძრაობის ძალიან ხის შეფასებებს შეცვალა მეორე პოზიციით, რომ ნაცმოძრაობა და სააკაშვილზე დიდი მხედართმთავარი არ არსებობს. ესე იგი რაღაცა მიმოქმედა, რაღაც სცენარს დაექვემდებარენ ეს ადამიანები და რეალურად ხედავთ, რომ ამაში ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯება. აქედან გამომდინარე ელემენტარული ლოგიკაც, ელემენტარული ანალიზია საჭირო იმისათვის, რათა დავასკვნათ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს მიმართ არის მიღებული, არის უკანონო და უსამართლო, ხშირ შემთხვევაში უტიფარი. ისინი როცა იცავენ, მაგალითად სახალხო პარტია როცა იცავს თავის შემადგენელ ნაციონალურ მოძრაობას, იმას კი არ ამბობს, რომ იცით რა, მათ არ ჩაუდენიათ არაფერი. მათ არავინ არ უწამებიათ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატიური, ეს არ არსებობს. არ ამბობენ ამას. ისინი ამბობენ, რომ სწორედაც ესე უნდა ემოქმედოთ. სწორედაც ეს არის დემოკრატიის შუქურა, აი ესეთი ქმედება და სწორედაც ქუჩაში ხოცვა ადამიანების არის ჩვეულებრივი ნორმალური ამბავი.
რაც შეეხება 2012 წლის შემდეგ დავაფინანსეთ, ამდენი ფული დავხარჯეთ. არასამთავრობო ორგანიზაციებს არასპეციფიური საქმიანობა დავავალეთ. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ის შემადგენელი ნაწილი აქ ერთად უნდა განვიხილოთ, ცალკე გერმანიის მთავრობამ პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის საპასუხოდ გაასაჭაროა ის თანხები, რომლებიც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის წლების განმავლობაში გამოიყოფოდა, ასევე პასუხები ვნახეთ საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით. რამდენად დაგაკმაყოფილად, რამდენად დამაკმაყოფილებელი არის ეს პასუხი თქვენთვის და რას ნიშნავს აი ამ პასუხებში დარჩენილი ბუნდოვანება, მაგალითად თუნდაც არასამთავრობოების კონკრეტიზაციის კონკრეტიკისგან თქვა თავშეკავება, ასე ვთქვათ, მათ არ დაასახელეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ ვისზე ვრცელდებოდა ეს თანხები და ვის ურიცხავდნენ ამ თანხებს, ან თუნდაც იგივე ხაზარაძისგან ფართის ქირავნობის საკითხი პასუხებში ეს ფაქტი უარყოფილია იმ პირობებში, როდესაც ხაზარაძემ თავად აღიარა და რამდენად ცნობილი არის ჯარიმაც კი გადაიხადა. ფაქტიურად თქვენ ახლა თქვენი შეკითხვით შემომაშველეთ კიდევ ერთი არგუმენტი. აი ესეთი უტიფრობა რომ ხდება, როდესაც გერმანიის ჩვენ არა ვართ ახლა მოკავშირე პოლიტიკური ძალები ხო ერთმანეთთან. იმათ თავისი შიდა საკითხები აქვთ. ეხლა ეს პარტია, რომელიც ამაზე პასუხებს ითხოვს, გერმანული პარტია პოპულარობით გადაასწრო დღეს მართველ პარტიას, რომელიც კოალიციის მეშვეობით ინარჩუნებს ხელისუფლებას. ეს პარტია კითხულობს ამას. შეიძლება ამათ თავის პირადი ანგარიშწორება აქვთ, მაგრამ როდესაც ესეთი უტიფარი პასუხი გვესმის, რომ ხაზარაძე თურმე არაფერ შუაში არ არის, მაგრამ აღარ აგრძელებს. მეუღლე მოაწერა ხელი კონტრაქტს, რა მნიშვნელობა აქვს? ესე იგი ხაზარაძეს არ გვიქირავებიაო მაგისგანო. აი ესეთი არ ვიცი ტყვილი დავარქვა თუ რა დავარქვა ამას. ის რომ თანხები შემოდის, ის რომ არ ამბობენ თავისივე გერმანელ ხალხს არ ეუნებიან და თავისივე არ ვიცი კოლეგებს ყოველ შემთხვევაში. შეიძლება დააპირისპირებულს არ ეუბნებიან, არ გეტყვით. რა თანხა შევიდა, რისთვის დაიხარჯა, არ გეუნებით. არც ქართველებს არ გეუნებით, არც გერმანელებს არ გეუნებით. მე რა გერმანელი გადავრცელების ფულია. არ ვამბობთ ამას. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ დავიწყე ჩამონათვალი, რომ აი ესეთი აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ ხდება. ეს კიდევ ერთი მაგალითია. აქედან გამომდინარე, რომ დაჯდა და იფიქრო რა ხდება. თუკი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნაცმოძრაობა თავის მმართველობის პერიოდში იყო დემოკრატიის შუქურა, რომ ეს ადამიანები არ დახოცილან, არავინ არ უწამებიათ, ტერიტორიები არ დაუკარგიათ, რაღაცა კონსპირაციული გეგმა არ ყოფილა. თუკი ამბობს გერმანიის ხელისუფლება ოფიციალური, რომ აქ არაფერი არ ხდება. ამ დროს ვიცით, რომ ხდება. თქვენი თქმის არ იყო, ჯარიმაც გადაიხადა, თვითონ დაადასტურა, რომ ეს ესეა. თუ ამას ამბობს და თუ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. ამბობდნენ, რომ ჯალათია სააკაშვილი და ვინც მას დაუჭერს ხარს თვითონად ჯალათია. დღეს აი ამ ლოზუნგით გამოსული ხალხი, ვინც ადრე ლაპარაკობდა, დღეს დგას ნაცმოძრაობის შემადგენლობაში. ზოგი აქტიურად, ზოგი ნაკლებ აქტიურად, მაგრამ დგანან. რა მოხდა? ხო უნდა დავასკვნათ, რომ ესე იგი არსებობს რაღაცა გარკვეული გეგმა, რომელიც უკავშირდება გაცილებით უფრო დიდ მიზანს. უფრო ცხადი განცხადება გაკეთდა პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი მალტე კაუფმანი საეჭოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მისი ქვეყნის ხელისუფლება კონკრეტულ კითხვებს გაურბის, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მისი ინფორმაციით გერმანიამ საქართველოში წინა საარჩევნოდ მილიონზე მეტი ჩარიცხა. ციტატა, კაუფმანის ციტატა ცხადია, ვფიქრობ აშკარაა, რომ სავარაუდოდ გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოში ოპოზიციურ ძალებს, რათა ანტისამთავრობო განწყობები შეიქმნას. ამას ხედავთ, ვინაიდან საარჩევნო წელს საქართველოში 800,000 ევროზე მეტი გადაირიცხა, არჩევნებამდე 1 წლით ადრე კი 500,000 евро, რაც ორჯერ აღემატება წინა წელს გაგზავნილ თანხას. ვფიქრობ, გერმანიის მთავრობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ერევა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გვითხრეს, რომ კი გერმანიის საელჩოში ამაში მონაწილეობდა
საელჩო ამაში მონაწილეობდა, სურს დავადგინოთ კონკრეტულად როგორ იყო ჩართული, ვის მისცეს ფული და რა პროექტებზე დაიხარჯა თანხა. არ გვიმხელენ ამ პროექტების მიზნებს და ამბობენ, რომ კონფიდენციალური არის. საინტერესო არის რა მოლოდინი გაქვთ ბატონო გიორგი, დაბრუნდება თუ არა პიტერ ფიშერი საქართველოში და გაგრძელდება თუ არა ამ თემის მოკვლევა, როგორ ფიქრობთ, სიტუაციაში ბოლომდე გარკვევამდე? ხო, ეცეთ დიდი ხანი ყოფილი მიმუშავია დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი. დიდი ხანი გავატარე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინახავს ესეთი საკითხები, თანაც მრავალმხრივი დიპლომატია გაეროში, მაგალითად, გაცილებით უფრო ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება ბენინიდან დაწყებული, დამთავრებული კანადის და სხვა ქვეყნების ურთიერთობის საკითხებში. არის თემა სახის შენარჩუნებისათვის შეიძლება დაბრუნდეს კიდეც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეთი სკანდალის ფონზე მისი ყოფნა უკვე უკავშირდება გერმანიის ავტორიტეტს და თუ საერთოდ არა აქვს ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა ავტორიტეტთან დაკავშირებით, ერთ მეორე თემაზე აქვს სერიოზული საფიქრანი. წამოეწია ისეთი პარტია, რომელსაც ერთი პერიოდი აკრძალვასაც კი უპირებდნენ. რაღაც გარკვეული მიზეზების, თამოგონილი მიზეზების გამო. მაგრამ ამ პარტიამ მიწებზე ცალკე ახალმე არჩევნები რა, ფედერაციაა და ფედერაციულ მიწებზე ცალკე არჩევნები და ხშირ შემთხვევაში არათუ დაამარცხა სერიოზული უპირატესობით წინ არიან ამ პარტიის ეს პარტია. ეხლა აქედან გამომდინარე ჩვენ ამ პარტიის იმედზე ჩამოვეკიდოთ ამ პარტიას და ამ პარტიამ როგორც თქვა ისე ვილაპარაკოთ და მოვიყვანოთ ამ პარტიიდან გამომდინარე მაგალითები არასწორია. ჩვენი საზოგადოების 1,200,000-ზე მეტი ადამიანი თვლის, რომ ჩვენს მიმართ, საქართველოს მიმართ, არამის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება არის უსამართლო. მათ შორის გერმანიის მხრიდან. გერმანია ერთი მაგალითია. მსოფლიო იცვლება, იცით? ეხლა ევროპარლამენტში იყო არჩევნები. ძალიან ცოტა ხალხმა, ზოგიერთში ძალიან დაეცა რაოდენობა ადამიანებისა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში. ძლიერდება კონსერვატული ფრთა, ამას თავის მიზეზები აქვს, იქ არის მიგრაციის საკითხები, ეკონომიკის ვარდნის საკითხები, სტაგნაცია. 1999-დან 2008-მდე 16 მილიარდამდე გაიზარდა ეკონომიკა გერმანიის, 8-დან დღემდე ისევ იმ ნიშნულზეა მცირედი მატებით. ამას ყველაფერს თავის შედეგები აქვს. მერე ომი, ამდენი ხალხი, ამდენი ხარჯი, ამდენი სისხლი ბოლოს და ბოლოს, რომელშიც ურევია გარკვეული პოლიტიკური ძალები. საფრანგეთში ნახეთ რა მდგომარეობა, გერმანიაში. მე არ ვამბობ სასიხარულოა, პირიქით. ჩვენ გვაწყობს ძლიერი ქვეყნები, ძლიერი ევროპა, ჩვენ ევროპულ კურსს არ ვიცვლით, მაგრამ მოვიგონოთ კიდევ ერთხელ. სამი თემა, რომელთაც ჩვენ გვედავებიან. თემა ნომერი პირველი, რომ საქართველოს შავი ხვრელია და ეხმარება რუსეთს აი ამ სანქციების გვერდის სავლაში. არ დადასტურდა. გუშინწინაც აგერ იყო ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ კომპეტენტური განცხადება. მეორე თემა არჩევნების გაღალბება. არ დადასტურდა, ვერანაირად ვერ დადასტურდებოდა, იმიტომ რომ აგერ ამერიკულმა კომპანიამ დაამონტაჟა ეს ტექნიკა და რევიზია ჩაატარეს და კატეგორიულად გამორიცხეს ყველანაირი манипуляция. მე სასაცილო რაღაც თემები შემოიტანეს, რომ იქ ინგლისურად წერენ, წარმოიდგინეთ, რომ ბჭყალებში, რომ ბირჟა არსებობს ესეთი თურმე, რომელიც განაპირობებს შემდეგს. ქართველი საწყალე ვიღაც ცხრის ფარა მოდის არჩევნებზე და ბირჟაზე დგას ვიღაც ადამიანების ჯგუფი და თვალებში უყურებენ ამათ და ესენი აპირებდნენ 5 ნომრისთვის მიეცათ ხმა და მისცეს 41-ს. აი ესე დაგვამცირეს. და არის მესამე თემა, რომ საგარეო კურსი შეიცვალა. ვერც ერთი მაგალითი ვერ მოიყვანეს და ვერ მოყავთ იმისა, რომ ჩვენ რაიმე გავაკეთეთ ისეთი ნაბიჯი გადავდგით, გარდა იმისა, რომ ომში არ შევედით რუსეთთან. აქედან გამომდინარე გავაკეთოთ დასკვნები. ადრე შეფარული იყო. ჯერ დაიწყო ზელენსკიმ ღიად ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს ომში არ ერთვება და ითხოვდა დასავლეთისგან, დასავლეთის საკმაოდ სერიოზულად დაგვაწვა, გაუძელით
და ეხლა ისევ დაბრუნდა ეს თემა. თქვენ ხართ პრორუსი, იმიტომ რომ LGBT პროპაგანდის კანონი მიიღეთ, იმიტომ რომ შავი ფულის შემოდინება არ მოგწონთ, რომლითაც ჩვენ უნდა დაგამხოთ და თქვენ როგორ ბედავთ და ითხოვთ, სად შემოვიტანეთ, რამდენი და რისთვის. და მესამე საკითხი არის, რატო არ უპირისპირდებით რუსეთს ეკონომიკურად და სამხედრო დაპირისპირების თემაში რატომ არ მონაწილეობთ. აი ეს თემები იმდენად აშკარა გახდა ბოლო პერიოდში, რომ ამას ქართული ოცნების პლატფორმიდან საუბარიც აღარ არის ამის საჭირო და ძალიან ცუდი გარემოება შეიქმნა, იცით? აი, როდესაც უკვე გამოსავალი არ არის და ამ თემებზე არგუმენტები აღარ არსებობს, უკვე გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, რომ დიახაც აი ესეთი უნდა იყოს საქართველოს მომავალი, დაპირისპირებული, ომში ჩართული, მაგრამ საბოლოო გამარჯვების შემდეგ აღმავლობის და აღშენებლობის პერიოდი დაგვიდგება. პირდაპირ ამის განცხადებები და აი ამ პოზიციის დეკლარირება მიმდინარეობს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომელი დასავლეთ ხე იქაც ხო ინსტიტუტები მუშაობს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მათ უნდათ რომ ბურჭულაძე, ან ზოდელავა, ან ლევან ხაბეიშვილი, ან თუნდაც სააკაშვილი, ან თუნდაც სალომე ზურაბიშვილი იყვნენ ქვეყნის მმართველები. ეს ხო რაღაც გარკვეული პერიოდისთვის ჭირდებათ, რომ განახორციელონ ის გეგმა და შემდეგ უკვე მოხდეს გარკვეული პროცესების განვითარება, როდესაც არც მოიგონებენ, არც თქვენ, არც მე, არც ერთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის ბედს და მათი ოჯახის ბედს. კატეგორიულად არ მოიგონებენ. მაგრამ იმედი გვაქვს რისი. სულ გეკითხებიან, მაშინ როგორ მოხდება. იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების მაინც მიაღწევს თავის მიზანს და როგორმე ეს ომის დღის წესრიგი, მშვიდობიანი დღის წესრიგით შეიცვლება. როგორმე ეს დაპირისპირება აზიის და დასავლეთისა იქნება დამთავრებული და საქართველოს შუადერეფანი თავის კუთვნილ ადგილს, ღირსეულ ადგილს დაიკავებს აი ამ თანამშრომლობის დღის წესრიგში. როგორმე დამთავრდება ის, რაც ნახეთ აი სულ ამ დღეებში, ბირთვული შეერაღების გამოცდა. ისე რომ არავინ არაფერს აღარ ეკითხება მეორე მხარეს. და არანაირი ხელშეკრულება ამ გამოცდების აკრძალვისა უკვე აღარ მოქმედებს. პატრონი აღარ აყავს უკვე ამ შეერაღების შეთანხმებებს. და წარმოიდგინეთ, ეს აი ამას რომ მოყვეს ცუდი განვითარება და არა ის განვითარება, რომელსაც ჩვენ ველოდებით. წარმოიდგინეთ, თუ რა ვითარი აზრი აღარ ექნება, ვინ შემოვიდა პარლამენტში და ვის გაუქმდება პოლიტიკური პარტიის დასახელება. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება, კაცობრიობა უფსკრულის წინაშე დადგება. აი ამის საფრთხე არსებობს. და გვინდა რომ აი ამ პერიოდში გავარიდოთ ქვეყანა, როგორმე სამშვიდობოს გავიყვანოთ. რა არის ამის შესაძლებლობა? იმედს გვაძლევს, რომ რაღაც დიდი ცვლილებების პერიოდი დადგება მსოფლიოში, შეიცვლება ამისკენ რაღაც ტენდენციები უკვე გამოჩნდა, დამოკიდებულებები წამყვან ქვეყნებში ჩვენს მიმართ ევროკავშირის არსი შეიცვლება, იცით? და გადაიტვირთება ქვეყნები აღარ მონაწილეობენ პრაქტიკულად. ქვეყნები არიან აყოლილი ევრობიუროკრატიის დღის წესრიგზე. მარტა კოსი მართავს და მისი აი ეს ჯგუფი კაია კალასი, რომლის ოჯახი მილიონობით შემოსავალს ღებულობდა რუსული ბიზნესიდან და ეს ხალხი მართავს ამ სიტუაციას. და ამას ხო არ ვიგონებთ, ხო ყოველდღიურ ინფორმაციაში ვხედავთ და სამწუხარო ფაქტი. და ამას ყველაფერს ამ სცენარს აყოლილი ქართველების ჯგუფი და ლიდერები, რომლებიც განსაკუთრებით აი ამ რაც ყველაზე ესეთ შემაწუნებელია, რომ ახალგაზრდების ზურგზე არიან შემომჯდარები და რაღაცა მიაჭენებენ აი ამ უბედურების გზაზე. უნდათ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ აი ფაქტია, რომ ვერ გამოვსდით. რაც უფრო მეტი იქნება პოზიტივი, რაც მეტი რეიტინგი უკეთესი გვექნება,
მით უფრო გააფთრებული იქნება ჩვენზე შემოტევა. ბატონო გიორგი, აუცილებლად უნდა გითხოთ, აი ქართული ოცნების რეპუტაციაზე, რეიტინგზე, როდესაც არის საუბარი, თქვენი ყოფილი თანაგუნდელების დაკავებები, ამასთან დაკავშირებით უნდა გითხოთ, მათი დაკავებები შეიძლება ითქვას აჩვენებს, რომ ოცნებაში იყო უკანონო შემოსავლების და თანამდებობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევები. რას გაჩვენებთ პროცესი და რამდენად დააზარალა ქართული ოცნების გნებავთ რეიტინგი დავარქვათ, გნებავთ რეპუტაცია, შეარყია თუ არა ნდობა ამ მომრჩეველში ქართული ოცნების მიმართ და როგორ ფიქრობთ ამავდროულად სადამდემნივა პროცესი. საზოგადოებაში ერთგვარად არის იმის მოლოდინი, რომ ეს დასაკავებელთა სიის დასასრული არ არის ამ ეტაპზე რასაც უყურებთ. იცით რა, ამან სისტემური ხასიათი რო ქონოდა ნებისმიერ შემთხვევაში, ხა ჩემთვის პირადი არ ვიცით, აი რა დავარქვა. ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვარ მორალურად რა, იმ ადამიანების გამო, ვისთანაც გუშინ საკმაოდ სერიოზულ და კარგ საქმეს ვაკეთებდით და უღიმოდით ერთმანეთს ერთად ვიყავით. ბევრ შემთხვევაში. მაგრამ ამას არ ეხლა რადონეც არ უნდა იყოს ჩართული, სისტემური ხასიათი ვერ ექნება. იმიტომ რომ დღესაც მაშინაც მუშაობდა, მაშინაც მაგარი ბიჭები და გოგოები მუშაობდნენ ამ უსაფრთხოების სამსახურში. მიუხედავად იმისა, რა პრეტენზიები გვექნება მის ყოფილ ხელმძღვანელთან. ნახოთ, გამოძიება მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რა პრეტენზიები ექნება გამოძიებას ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანამ საკმაოდ კარგი განავითარა პროცესები საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკაში. იმიტომ რომ ხალხი მუშაობს, სისტემა მუშაობს. და დანაშაულს, როგორც ასეთ, სისტემური ხასიათი ვერ ექნებოდა. სადღაც თქვი, რომ ეს არა ვიღაცა ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა, რომ მთელი მთავრობა ჩართული იყო. მადლობა ღმერთს, მთელი მთავრობა არ არის ჩართული, მე ვთქვი და ეს გამოიტანეს წინ თითქოს მარტო ეს თქვი. ჩვენ საერთოდ ესეთი დამოკიდებულება, ესეთი დანაშაულებებიც ხო ვერ გამოვლინდებოდა, რო არ იყოს სერიოზული დაპირისპირება, მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულებებს ავლენს. შეიძლება მოგვიანებით მოხდა ეს. იმიტომ რომ ესეთი სქემები იყო დახაზული თუნდაც აი სოფლის მეურნეობის პროექტებში, ფულის მოპარვის. რაღაც საქმე კეთდებოდა სერიოზული, კარგი, პოზიტიური. მაგრამ გაცილებით უფრო გაბერილი იყო ბიუჯეტი და აქედან დიდი თანხა მედიოდა პირად ჯიბეებში. როგორ ფიქრობთ, პროცესი აზიანებს თუ პირიქით, თქვა? რასაკვირველია, იცით რა არის, მე მგონია რომ შეიძლება აღშფოთება გამოიწვიოს, ჩემში იწვევს აღშფოთებას. ჩემში შეგნით რაღაცა მოხდა ისეთი, რაც რამაც მე გამომიყვანა წყობილებიდან იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ადამიანური გრძნობები ჭარბობს, როდესაც ესეთ ინფორმაციას მიიღებ და ესეთ რეალობის წინაშე დადგები. მაგრამ მეორე მხრივ მე ვფიქრობ, რომ ეს პოზიტიურ მხარეს აჩვენებს. რომ არასდროს რაც დაშვებული იქნა ის იქნება აუცილებლად გამოტანილი სააშკარაოზე ყველა აი ნებისმიერ მიმართულებით და მომავალშიც ფიქრობთ რომ საქართველოს როგორც იყო მაღალი დონის რეიტინგით იმაში რომ კორუფციას წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგით საქართველოს მართლაც მოწინავე თარიღებშია და არა თუ შევინარჩუნებთ არამედ გავალთ კიდევ უფრო წინ და გადავაჭარბებ ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყანას. აი ამის იმედი მაქვს მეც და იმ ხალხსაც, ვინც მხარი დაგვიჭირა არჩევნების პერიოდში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა სტუმრობისთვის. გიორგი ვოლსკი პასუხობდა აქტუალური თემის შეკითხვებს, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი. ასეთი იყო დღევანდელი აქტუალური თემა. მე მაგაცინცაძე ვარ და რამდენიმე დღით გემშვიდობებით.